ევროპაში არის ძალიან მოწესრიგებული ცხოვრება, აი მართლა რაც ძალიან მომწონს და სწავლის დონეც სხვანაირია, ბავშვებს სხვანაირად ასწავლიან და მართლა ვისურვებდი, რომ ჩემს შვილებს მაგ მეთოდებით აასწავლონ და თაობები გაიზრდებიან, მე მგონი უფრო სხვანაირი. იმიტომ რომ ჩვენ დავიმსახურეთ ევროპა და ევროპული ცხოვრება და როდესაც რაღაცას წერ ყოველთვის ვამბობ, გავმარჯოს საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იქ უნდა გაიხვეტოს და წავიდეს, მაგრამ ცხოვრების ის სტილი, ცივილიზაცია, განვითარების დონე ჩვენ გვჭირდება. მე მაგალითად სულ არ მინდა ევროკავშირში შესვლა. პირადად მე ჩემი საქართველოს მინდა თავისი ტრადიციებით და თავისი წესჩვეულებებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქართველების ღირებულებები უფრო ახლოს არის ევროპულ ღირებულებებთან, ვიდრე დანარჩენ სამყაროსთან. ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის არის ეკონომიკური უსაფრთხოება, ფიზიკური უსაფრთხოება, თავისუფლების დაცვა ადამიანებისთვის არის და ნიშნავს იმას, რომ იცხოვრებენ უკეთეს ქვეყანაში და ჯამში, როდესაც ემიგრანტები მიდიან საქართველოდან ევროპაში, მიდიან იმისთვის, რომ ეძიონ საკუთარი ბედნიერება და იმუშაონ და იშრომონ იმისთვის, რომ იცხოვრონ უკეთესად და ჩვენ გვჭირდება, რომ ფიზიკურად კი არ წავიდეთ ევროპაში, უბრალოდ ევროპული ცხოვრების დონე მოვიტანოთ საქართველოში და საქართველოში იცხოვრონ ბედნიერად. ჩემი აზრით, ჩვენი როგორც ახალი თაობის მომავლისთვის ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი წინსვლის საშუალება არის, თუნდაც პროფესიულად და ცხოვრების გზითაც. ავიცი, ევროპელები ვართ მეგონი. ანუ გზად ჯვარედინზე ვართ. სრულყოფილება არ არსებობს დედამიწაზე და არც ევროპაში, რა თქმა უნდა. ჩვენ რაღაც კარი უნდა დავიცოთ და დანარჩენი რაც იმათგან ასაღებია უნდა ავიღოთ. ყველაზე მეტად სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის გამო, თასების გამო, იმიტომ რომ იაფია ყველაფერი ევროპაში. იმის გამო რომ აღარ წავიდეს ხალხი საზღვარგარეთ სამუშაოდ და აქ იყოს სტაბილური ადგილები, ჯანდაცვა, რა ვიცი, და ბევრი რაღაცის გამო. ჩემი აზრით ახალგაზრდებმა მაინც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ აი საქართველოს არის ევროპაში და ძალიან ბევრი რაღაც გვჭირდება ისეთი რაც არის ევროპული. პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მომგებიანი, იმიტომ რომ ევროპაში არის მისაღები ფასები და არა როგორც საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ახლა ამ ეტაპზე არის ძვირი ის პროდუქცია, რაც იქ ტრიალებს, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიქნებით, ჩვენთვისაც იგივე ნაირად ხელმისაწვდომი იქნება. ამასთანავე დემოკრატიული თვალსაზრისით ვიქნებით დაცულები, იმიტომ რომ ევროკავშირი იღებს პასუხისმგებლობას თავის შიგნით შემავალ ქვეყნებზე. შესაბამისად, დაცული ვიქნებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობრისგანაც. ევროკავშირიდან წამოვა ყველაფერი კარგი და უკეთესი, იმიტომ რომ აქედანაც რო შეხედო იქ მყოფ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს, ბევრად უკეთესი ყოფა აქვთ, ხელფასები მაღალი, განათლების დონე ბევრად უფრო მაღალია და ადამიანის პიროვნული არსებობა ბევრად უფრო დაფასებულია ვიდრე საქართველოში.